გარდაცვალებამდე თეთრაძემ ადვოკატს უთხრა, რომ სამხედრო პოლიციაში მეგის ქარდავამ და ბაჩო ახალაიამ პოლიეთილენის პარკებით აწამეს. თამარ იასეშვილმა პატიმარს დაკავებიდან მეორე დღეს დიღომში დროებითი მოთავსების იზოლატორში მიაგნო. სერგო თეთრაძე იყო საშინელ მდგომარეობაში. ფეხზე ძლივს იდგა, თვალებთან და ცხვირთან დალურჯებული ჰქონდა. თვალები ჩაწითლებული და ცხვირი გატეხილი. ცხვირი მას შესიებული ჰქონდა და ხშირად ხელს იკიდებდა. მეუბნებოდა, რომ ცხვირი უყანყალებდა. მითხრა, რომ მთელი დღე და ღამის განმავლობაში სამხედრო პოლიციაში აწამებდა ბევრი ადამიანი. ამბობდა, რომ ვიცანი მხოლოდ ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავაო. ისინი უშუალოდ მაწამებდნენო. მითხრა ასევე, რომ თავზე ცელოფნის პარკი ჩამოაცვეს და ამიტომ უჭირდა სუნთქვა. მისი ჩვენება არის ირიბი ხასიათის ჩვენება, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. საკონსტიტუციო სამართლომ დაუშვებელად ცნო ირიბი მტკიცებულების არსებობა. ახალაიას ადვოკატები ამბობენ, რომ სერგო თეთრაძეს გული აწუხებდა და 2010 წელს კარდიოლოგთანაც არის ნამყოფი. ფოტოებზე არსებულ დაზიანებებს კი ველიჯანაშვილი გვამურ ლაქებს უწოდებს. როდესაც ადამიანს გულის პრობლემა აქვს, გულით გარდაიცვლება, მას გვამური ლაქები უფრო გამკვეთრად აქვს წარმოჩინებული, ანუ ნიშნავს, რომ უფრო მეტად შავი, შეიძლება მთლიანად გაშავებული იყო გვამი, რაც დამოკიდებული არა მის ცემასთან, არამედ იმის გამო, რომ ის გულით გარდაიცვალა სწორედ. მე მაქვს დასკვნა, რომელსაც მალავს დღევანდელი პროკურატურა. სადაც წერია, რომ თეთრაძის მიმართ ადგილი არ ქონია სექსუალურ ძალადობას. ბაჩო ახალაიამ იმედის კვირის შეკითხვებს ციხიდან უპასუხა. ახლაც ყველა მიცის, როგორც ჩანს მას გული გაუსხდა და ამიტომ დადგა სიკვდილი. ხელისუფლებამ ეს ვერსია გადაამოწმა. ჩაატარა ექსგუმაცია, დამატებითი ექსპერტიზა და დადგინდა, რომ სიკვდილის მიზეზი სწორედ ეს იყო, ხოლო გაუპატიურება საერთოდ გამოირიცხა. და ახლა ჩემთვის სრულიად აუხსნელია, რატომ აყენებენ ადამიანს ისეთ შეურაცხყოფას, როგორც აღმოჩნდა, რომ მისთვის არავის მიუყენებია სიცოცხლეში. ამიტომაც მოიგონეს ახლა რაღაც ცელოფნები, რომელიც ამ წლების განმავლობაში არავის სმენია. თუ არ არის გაუპატიურება, რამე მიახლოებული ჯალათობა მაინც უნდა ამტკიცონ.